ბავშვები 402 ოთახიდან. ბავშვები 402 ოთახიდან. პოლი ყველგან და ყოველთვის. დილამშვიდობისა, მისტერ ბესერ. მის კრეისმა მთხოვა დასტრებისიები გამომერთმია და კლასში წამეღო. დასთა მოგწევს პოლი, ჯერ დილის რადიო განცხადებები უნდა წავიკითხო და მერე მოგცემ. მიყვარს თქვენი რადიო განცხადებები, სერ, არ შეიძლება ცემა, არ შეიძლება ჩქმე და არ შეიძლება შორმანძილზე ფურთხება. ეგ მე მოვიფიქრე. მართლა? ესეც თქვენ მოიფიქრეთ? დადგა დრო დიდი დილის შოუსი. ეგეც ჩემია. დადგა დრო დიდი დილის შოუსი. ვაუ, მაგარია. აბა დადგა დრო შოუსი. იცი შოუ ბიზნესთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილვარ რა ამაღელვებელია? აბა დავიწყეთ. დილამშვიდობისა ბავშვებო, მოისმინეთ დილის განცხადებები. პარასკევს ნამსხვრების გამოფენის დღეა. მოიტანეთ თქვენი გამომცხვარი ნამსხვრები და მშობლის მიერ ხელმოწერილი ცნობა. შემდეგი განცხადება. მეორე სართულზე წყლის სასმელი ონგანის საკეთი დაზიანდა. თელათუარიგები შეიძლება დასრულდეს. მესამე განცხადება. დღეს ლანჩზე თქვენ შემოგთავაზებენ რომერტო, ზროხის ხორცს და კერის პიკ პოლი, შენ უნდა გააგრძელო. არა, არ შემიძლია, არ შემიძლია. უნდა შეძლო, გადაცემა უნდა გაგრძელდეს. აი ნახავ, ყველაფერი გამოგივა. გამარჯობათ. დილამშვიდობისა. დღეს ლანჩზე შემოგთავაზებენ ძროხის ხორცს კერის გარნირით. და სენდვიჩს. დესერტზე მიირთმევთ მარტას ცნობილ კიტრის კრატონებს, თუ შეიძლება თან იქონიათ ხურდაფული. ხვალინდელ მენიუში იქნება სალატა, რომელიც დამზადებულია კრევეტებისაგან, ჭარხლისა და სალატის ფოთლებისაგან და მისტერ ბესერმა მითხრა ეს საქმე ძალიან კარგად გამოგდისო. იგი ვერასოდეს წარმოთქვამ, სიტყვით დაუშვებელია. ამიტომ მოინდომა, რომ ამიერიდან დილის რადიო გადაცემა მე წავიყვანო. ოჯახ პოლი მომილოცავს. როგორც სკანდინავიური იოიოჰიოს წლობით სიმღერამ უკვე შედეგი გამოიღო. საყვარელო დარწმუნებული ხარ, თელად გაცია? დარწმუნებული ვარ. მეოთხე სვიტრის ჩაცმა უკვე ნამდვილად აღარ იყო საჭირო. დედა, გეყობარა! შეიძლება ახლა საცი გავწავდე. არ ვიცი, საშიში არ არის? არ ჯობდა მაღაზიებში თბილის საცვლების საყიდად წავსულიყავით? დედა, სანამ გავიზდები, მანამდე მომეცით სიკაობის უფლება რა? კარგი, ოღონ დამპირდი. საცვლები თუ დაგისვა და მაშინ სახლში წამოხვალ. გახსოვდეს, რომ თვითმკვლელების მოლიპულ დაღმაზე შესრულების უფლებას არ გაძლევ კარგად. ზედაღილი შეგეხსნა არ გაცვიდე ციცკნა ჯესი. დედა ჩემს ყოველთვის კი არ უჯერებ. თვითმკვლელების მოლიპულ დაღმარზე ვისრიალებ, აბა რას ვიზავ? მიყვარს ის კი. ირგვლივ ჩემ შესაბერის დაღმართებს ვერ ხედავ. ჯესი, ბაციების დაღმართზე წამომყვები? ადრე რომ დავდიოდით, გახსოვს? წადი აქედან. შეუძლებელია, აბა ჩემს ორეულში ავერიე. ვაცირაკი. არა, ჯობია იმ შენს ბაჭების დაღმართზე წახვიდე, თორემ ციგიდან ჩამოვარდები და უავა გექნება. იქით გაიწიეთ, თვითმკვლელების დაღმართზე უნდა დავეშვა. დიდი ამბავი, ჩვენ ამას ყოველდღე ვაკეთებთ. უხელოდ? უხელოდ აპირებს, ღარია. აბა, ზადვარ! თითქმის ერთი წამიც და ვაი!
მაგარია. ხომ გეუბნებოდი? ახლა ბედნიერი ხარ? მორჩა შენი ციგაობა და სკოლას რამდენიმე კვირით. საწყალი ჯესი ფეხი მოუტეხია და თურმე სკოლაში კარგახანს ვერ ივლის, ალბათ გული წყდება. ხო, პირდაპირ გული აქვს გატეხილი. დილამშვიდობის სამეგობრებო, დარგადილის განცხადებების დრო, ეთერშია პოლი მაკშეინი. პირველ რიგში მეორე კლასის მასწავლებლის მის ბელინკოფის განცხადებას გაგაცნობთ. სკოლის შესასვლელში დაფაზე გამოფენილია ხელით ნაკეთი ხელოვნების ნიმუშები. შეგიძლია დაათვალიეროთ. მის ბელინკოფ, ალბათ გინდოდათ გეთქვათ ხელოვნების ხელნაკეთი ნიმუშები. ვშიშობ თქვენს მოსწავლეებს მართლწერაში პრობლემები ექნებათ. შემდეგი გაცხადება, დღეს ლანჩზე ხახვის სუპს შემოგთავაზებენ. წვნიანის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ რობერტოს საჭმლის გადამლაშება უყვარს. მე თუ მკითხავთ, მის გაკეთებულ სუპს თუ არ შეჭამთ, თქვენი ჯანმრთელობისთვის უკეთესიც იქნება. აი ეს ნოწოს ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. დის უბრალოდ სალადობა. გძინა ზურბასო. არა დედიკო. თქივილი არ მაძინებს. ჩემო პატარა, სიცოდეთ ხარ? საშილად. მარტო ნაყინიდან ამცხრები თუ მიშველის, შეიძლება თქივილი ვეღარ ვიგრძნო. არავითარ შემთხვევაში შენი გაცემა არ შეიძლება. მინდოდა მეთქვა, რომ ფრედი მოვიდა, მაგრამ რადგან თავს თუ დაგრძნობ? ჭიხვახვა, ფრედი მოვიდა, ვაშა. უпростоროდ შემოუშვი. ვინ იცის, იქნებ მეტად ვეღარც კი ვნახო. ფრედი! ეცადი არ გადაღალო, ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტადაა. მე ღირსა, ახლა მაინც ვითამაშებ ვინმესთან ერთად. მეგონა, რადგან ფეხი გაქვს, მოტეხილი ცუდად იყავი. კოსმოსური მხაცების სათამაშო ტოლი ფეხი სულს არაა საჭირო. აქ სათამაშოდ არ მოვსვარ. მის გრეივსო მთხოვა ამეცადინე არ ჩამორჩესო. გინახავს მისი კოსმოსური მხაცის მეორე თავი როგორ ეზდება. მათემატიკით დავიწყოთ. თუ გახსოვს, ჩვენ მრიცხველებს სწავლობდით. მრიცხველები რომელია? კოლიზეუმში ლომებს რომ ებრძვიან? არა, მაგად გლადიატორებს ეძახიან. მრიცხველები კი წილადების ნაწილია. საინტერესოა. მრიცხველები მიუთითებენ მნიშვნელების რაოდენობას და მოიცადე, ჯერის მომიყევი კლასში რა ხდებოდა. ახლა სწორედ მაგის მოყოლას ვცდილობ. არა, სხვა უფრო რამე საინტერესო არ მომხდა რა. დღეს ლანჩზე ვინმეს გული აერია? ჯესი, მის გრეივს დავუპირდი, რომ მათემატიკაში გამეცადინებდი. გეყოფა მაიმუნობა, გაიგე? კარგი. კამფეტი გინდა? არა. მაშინ კარტი ვითამაშოთ. რამდენჯერ უნდა გითხრა? მე აქ მათემატიკის სამეცადინოდ ვარ მოსული. კარტი და მათემატიკა მეგობრები არიან. შეხედე, აქ პატარა რიცხვები წერია. კარგი მასწავლებელი ყოველთვის მოსწავლის ინტერესებს ითვალისწინებს და მის განათლებაზე ზრუნავს. თუ არ გინდა მამეცადინა, მაშინ კარგი. მათემატიკის ხათრით ერთი ხელი ვითამაშოთ. მონეტების ნაცვლად კამპეტებს ვიყენებ ხოლმე. ასე უფრო სასიამოვნოც-კია. რომელი თამაში ვითამაშოთ? ჯინი, პოკერი თუ ქურდი ქალი? სულ ერთი არ არის, გეყოფა ლაპარაკი და არიგე. ესე იგი ჯესი მათემატიკაში საერთოდ არ იმეცადინა? წუხარ მის გრეივს, მაგრამ არა. სამაგიეროდ 6 ახალი თამაში მასწავლა. მოდი და ბატკანი ლომის ბუნაკში გავუშვი. ეთერშია თქვენი ერთგული რეპორტიერი პოლი მაკშეინი. თქვენთვის კარგი ახალი ამბავი მაქვს. დღეს თქვენი ერთგული რეპორტიორი პოლი მაკშეინი სასადილოში თქვენთან ერთად ისადილებს. ანუ მისი პირდაპირი ხილვის ბედნიერება გექნებათ. შემდეგი ახალი ამბავი. ამიერიდან თქვენმა ერთგულმა რეპორტიორმა ახალი ფუნქცია შეიძინა. პოლი მაკშეინი პატრულის როლსაც შეასრულებს. კარგი საქციელი ჩადილისათვის მოსწავლეების სახელი და გვარი პოლი მაკშეინის ღირსეულ მოქალაქეთა საპატიო დაფაზე გამოიკრება და ჯილდოებსაც მიიღებენ. პირველი ჯილდო დაიმსახურა პენი გრანტმა. მე თვითონ დავინახე როგორ ეხმარებოდა უცხოს კლასზე ლარა ჯონსის თესლაცმელებიდან თოვლის დაფერთხვაში. ხო ჩახშენი მოგულოთ საკალი გოგო ხარ. დინესა პენის. რა თქმა უნდა, ჯილდოს ვერ დაიმსახურებს ვინი ნასტა, რომელმაც პატარა ლარის ხელის კრედი თოვლში ჩააგდო. ჯილდოს გარეშე დარჩება ასევე ჯოი ტუნა, რომელმაც მერხზე თავისი სახელი და გვარი ამოკაწრა.
მართალია? ჯერ პირდაპირ სამხილი არ ამაქვს, მაგრამ ჯილდოს ვერასოდეს მიიღებს ის მოსწავლე, რომელმაც ბიჭების ტუალეტში საფრთხო ბელად ახადა და ინიციალები მ მიაწერა. მიდი ბოლა, მიდი. ჯესი, კეთილი იყო შენი მობრძანება, გესმის ჩვენი? დიახ, მესმის. ეს ტექნიკური აღჭურვილობა საშუალებას მისცემ ჯესის მონაწილეობა მიიღოს სწავლის პროცესში და არ გააცდინოს გაკვეთილები. დიახ. ფრედი, თუ შეიძლება ჩართე კამერა, ჯესი მათ რომ დაგვინახოს. კარგად ვხედავ, ჯესი? დიახ. შეგიძლია დისტანციური პულტის ღილაკების მეშვეობით ნახო რა ხდება მთელ საკლასო ოთახში. ახლა კი ჯესი სანამ ფრედი მეორე კამერასაც ჩართავს და ჩვენს დაგინახავთ, იქ შენი სათამაშოები გვერდზე გადადე. რაღაცა შესაქმე. სანამ კონტაქტი აღდგება, სამწუხაროდ ჩვენ ვერ დაგინახავთ. თუმცა მოსმენით მოგისმენთ. აბა მათემატიკის წიგნები მეშვიდე თავზე გადავშალოთ. გავაგზავნოთ წილადებზე საუბარი და ვნახოთ როგორ ვიყენებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. პორტოხალს 12 ლებანი აქვს. თითოეული ლებანი მთელი პორტოხლის ერთ ნაწილს შეადგენს. რა აღნიშნავს წილადში მთლიან ნაწილს პენი? მნიშნელი. ძალიან კარგი. და თუ კი ეს მნიშნელი პორტოხალია, რას უდრის იგი? ჯოი. ჯესი, ჩვენ მართალია ვერ გხედავთ, მაგრამ გვესმის შენი. ბოდიში. ეს რა არის? ბოდიშ ვიხდი, მაგრამ ამას ეთერში ვერ გავუშვებ. მსმენელებს ასეთი ინფორმაცია არ მიიზიდავს. შენ ეს არ დაგინახავს? არ დამინახავს? არა, იმიტომ რომ იმ საოცრად გემრიელი ქოქოსის ნამცხვრის ჭამით იყავი გართული, რომელიც ბებიაჩემა ფლორიდიდან გამომიგზავნა. მე კი მაგის ჭამას ვერ ვეღირსები, სანამ მომავალ წელს კიდევ არ გამომიგზავნიან. რა გემრიელი იყო! ნენსი ფრენსისმა დაუდევრობა გამოიჩინა. და მადამ კიურიმ რადიუმზე ჩატარებული ცდების გამო ნობელის პრემია მიიღო. უკაცრავად, ვერ მიკარნახებთ როგორ იწერება სიტყვა რადიუმი. რადიუმი. გმადლობ, ჩავწერე. ჯესი, რა ხმაურია? ჩემ მეზობლები არიან, ვინც გრეივს. სახში წვეულება აქვთ. ჰეი, მის გოლშტეინ. იქნებ ხვას დაუწიოთ, მეცადინეო. თიტრებიანი გადაცემის მომხრეველთა სიაში ხო ვერ ჩავთავთ? ღირსეული მოქალაქეების ჯილდოს მისის პატერმანის ვერ დაიმსახურებს, რადგან მან ასლების საბეჭდი მანქანა პირადი მიზნებისათვის გამოიყენა. ასევე ვერ მიიღებს ამ ჯილდოს ნენსი ფრენსისიც, რადგან მან დაუდევრობა გამოიჩინა და ისე მოიქცა, თითქოს სკოლა ერთი დიდი ნაგვის ყუთი იყოს. რაო? დროა მოვაკეტინოთ. და ბოლო სიტყვა კომუფლაჟი. გამოითქმის კომუფლაჟი, ჯესი. გმადლობ, მის გრეივს. აბა, დროა ჩვენი ნამუშევრები შევაფასოთ. დანარჩენმა მეგობრებმაც მოგიკითხეს, ჯესი. ყველაფერს ხედავს. ტესტები ერთმანეთს გაუცვალეთ. ჯესი, შენ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა გაქვს. ვიცი, თქვენ კი არა. ფრედი, თუ შეიძლება მითხარი პირველი სიტყვა როგორ იწერება? მარტორქა. სწორია. მე კი შეცდომით მეწერა. გონი საჭირო არ იყო მთელი სკოლის გასაგონად გამოგეცხადებინა როგორ დავაყენე სადგომზე მანქანა და როგორი არეულობა მქონდა უკანა სავარძელზე. წუხარ, მაგრამ მსმენელს იმ ინფორმაციას ვაჭრი, რასაც ითხოვენ. არ მგონია ვინმე საკუთარ თავზე ჭორების მოსმენას სიამოვნებდეს. ჭორებით? შეიძლება ვინმეს ეს არ მოწონს, მაგრამ მე ჩემს მოქალაქეობრივ ვალს ვიხდი. მე თუ არ ვილაპარაკე, დანაშაულის სტატისტიკა გაიზრდება. აქაურობას ქაოსი მოიცავს, კედლებზე ხატვას დაიწყებენ, სასადილოში კი ერთჯერად კეჩუბებს მოიპარავენ. მაგაში ეჭვმეპარება, პოლი. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას გვაქვს. შენი აზრები ეთერით მთელი სკოლის გასაგონად გადის. და ხასიათზე დადგებოდე შენი სახელი უდიერთ რომ მოეხსენებინათ.
ეს არასოდეს მოხდება. მე კანონებს ყოველთვის ვიცავ. დილომშვიდობის საბავშვო. აბა, ბოლი, ყველგან და ყოველთვის. თქვენ სამსახურში ყოფნა დიდი პატივია, სერ. ამ სკოლაზე ვგიჟდები. ესეც ასემ. ახლა შეგიძლიათ ფანქრები დააწყოთ. მეც მოვრჩი მის გრევს, აძნელი იყო. ახლა კი შევმოწმოთ, ვინ როგორ ამოხსნა ამოცანები. ვინი? შეწყვდე თვალების აქეთქით ცეცება და დაფასთან გამოდი. და რადგან ვინის ცოტაოდენი დრო მაინც დასჭირდება პირველი ამოცანის ამოსახსნელად, ჯესი, მოდი შენ გითხარი როგორ ამოხსენი მეორე ამოცანა, ჯესი? იცით, ეკრანი დაბინდულია და გარკვევით ვერ ვხედავ. ფრედი, კიდევ ხომ არ შეამოწმედი კამერას, ნახე რა პრობლემა. ეს გრევ, სანამ თას აპარატურა შევმოწმებ, ყველაფრის გამორთვა მომიწევს. არა, ესე იგი მეცადინობას თავს ვერ ვადებნებ? როგორ ჩანს? ყველაფერი წესრიგშია, შესაძლოა კონტაქტი არ არის. ჯესი, ახლა როგორ ჩანს? ნესი, შენ ახარ? ეთყობა ჯერ კიდევ ცუდად მუშაობს. მოიცა, მე მგონი ჩართული არ არის. რაგაცინებთ? რაგაცინებთ მეთქი? მითხარით რაგაცინებთ? რა ხდება, ვერ გავიგე. მერტო ჩემო. პატარა მოჩი ჯუმბალაობას. ჰაცი ეხელები და კიდო წაგისვა. ნედა. გამატარეთ პროგრამა უნდა დავიწყო. განსაკუთრებული ინფორმაცია უნდა გადავცე. შიშველი შტერი ბიჭი შუა გაკვეთილზე შხაპს იღებდა. ეს კეცნობა? იქნებ გაიხსენო როგორ ჩააგდი ალუმინის ფილმა ქაღალდის ყუთში. შენ რა იცი? ეგ არ არის მთავარი. მთავარი სხვა მარავინ გაიგოს, ხო? სირცხვილო, მოგეშინია, თუ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებ ამ ჩვენს საშინელ დანაშაულს საიდუმლოდ შევინახავთ. შეწყვეთ ჭორაობას ხალხზე, არავით არის სიები. კიდეც რომ დაინახო ვინმე რამეს აშავებს, უბრალოდ გვერდსაული და მორჩა, ვითომ არაფერი დაგინახავს, გაიგე? მე ეთყობა ვერაფერი გაიგო, ჯობია მისტერ ბესერთან წავიდეთ და ყველაფერი ვუამბოთ. არა გთხოვთ, მაგას ნუ იზამთ. ნეტა საერთოდ დავიწყო? როგორც ჩემს სტილის გადაცემით აღარ გვექნება? ნეტა ძალიან ხომ არ მოვიწყენთ? ყურადღება ძვირფასო თანასკოლელებო, დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი დღეა. მე ცოდვა ჩავიდინე. ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ჩემს ქვეყანას ვუღალატე. სტუნებას ვერ გამუძელი. დიახ, ალუმინის ქილა ქაღალდების ხუთში ჩავაგდე. ვაუ, რა კარგია, ჩვენ აღარაფრის თქმა აღარ დაგჭირდება. თავს თვითონვე გაჭორავს. მაგარია. მე პატიების ღირსი არა ვარ. თელს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვიღებ. ალბათ მეძინა. სული დავეცი და გარდავიცვალ. ცოდვაში ფეხის ჩადგმა იგივეა, რაც კანონს მიღმა ცხოვრება. მე ვგრძნობ მთელს ამ სირცხვილს. დიახ, ვგრძნობ.
მე მგონი სხვებზე ლაპარაკს ცხოვრებაში ვეღარ გაბედავს. გემუდარებით. შემინდეთ. და პირობას ვდებ, რომ თავს არ დავზოგავ. ძალღონეს არ დავიშურებ ჩემი შეუბრალავი რეპუტაციის აღსადგენად. დღესა და ღამეს გავასწორებ იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარავინ გაიმეოროს. რომ მე და ჩემნაირებმა კვლავ ღირსეული მოქალაქის წოდება დაიმსახუროთ და აღარ მოიქცნენ ფიგისავით, რომელიც გამუდმებით იწერს ფრედისაგან, ან ვინისავით, რომელმაც მის გრეისის მაგიდიდან კანფეტი მოიპარა, ან კიდე ნენსისავით, რომელიც სასადილოში ფუნთუშ